ბატონო ბადრი აქ ალბათ მოსაყოლია რომ ყველა ქართულ ოჯახს ფოტოები თუ შეიძლება ფოტოები ვაჩვენოთ პარალელურად სამი ფოტოა და ვთხოვოთ რომ აჩვენონ თანმიმდევრობით ესე იგი გაჭირება საქართველოში ძვინვარებდა და ეხლაც ასეა ხალხს უჭირდა ბატონ რამასაც და აბა რომელი სახელმწიფო დახმარებია და რომელი აკადემია დახმარებია არავინ არ დახმარებია ქალბატონი მანანა მოგვითხრობს ახლა რომ თურმე საპატრიარქო უჭერდა მას მხარს ძალიან საინტერესოა ის ისტორია რომელიც შეეხება აი მიწის ნაკვეთს რომელიც თქვენ გქონდათ თბილისთან ახლოს აი და ის გაჭირებაც ვიცით მე რომელიც თქვენს გქონდათ არ მუშაობდით ერთი პერიოდი და ნუ რამაზეც თავისთავად რა მალობთ ბატონო დავით მე სიამოვნებით მოყვები ორ შემთხვევას ჯერ ერთი მისი კომპრომისობის და ქართულ მიწასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ჯერ ჩემთან ურთიერთობის და მე აი ამ თემასთან რაც თქვენ წამოჭერით თქვენთვის ცნობილია იყო პერიოდი როცა მართლა ძალიან გაგვიჭირდა და რამაზე უკვე ავატყოფობდა კიდევაც კურნალობა იყო საჭირო და ერთხელ ვთქვი ასეთი რამე მოდი მაქვს მეთქი ხომ მაქვს მამული მიწა გავყიდი მეთქი 1 ჰექტარს და მოვიხმაროთ მეთქი თან გაგიჟდა გაცვით და განრისხება გახსოვთ თქვენ კარგად იცნობდით რამაზის განრისხება იშვიათად იყო მაგრამ განრისხებული მეუბნება ვის მიყიდიო ქართველი არ იყიდისო ალბათ და შენ მიყიდიო უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ გაბედო გააშენე ვენახი გააშენე ბაღი მოიყვანე სიმინდი და ვიარსებებთ ეროვნული შეგნება მე რომ მივიდოდი თქვა გამიჩნდა რაღაცა თანხა მივიტანე ან წამალი ვიყიდე მისი ან რაღაცა საჭმელი მივიდა რომ სტელა შემოხედავდა მიწა ხომ არ გაყიდე ის კონდა გულში გამორიცხული იყო ასეც მოხდა ვენახი გავაშენე ზედა ბატონი რამაზეს დაერაფიქრობდნენ დღევანდელი და მეორე თქვენ ბატონო დავით კარგად გახსოვთ და უკეთ იცით შესთავაზეს ერთხელ ილია მართლის სახელობის პრემია ილია ჭავჭავაძის და ამაზე საუბარი მე მგონი თქვენ გქონდათ რამაზად კი მე და მე კავშირდნენ და მე გადავეცი ბატონ რამაზს რომ ესეთი საქმე მეთქე მე ისე მითხრა ახსნის გარეშე მითხრა თავი გააქნია მაგრამ თქვენ უფრო მეტი სამის თაობაზე მე რა ჩვენ ვისაუბრეთ ხა მე ვხარი ასეთი რამე კაცო იქ რაღაცა თანხა თან შენ ასე გიჭირს საჭიროა შენთვის რატო ამბობ უარს მეთქი კაცო ასეთ თანაც გაფასებს ხალხი და პატივს გცემენ ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია მე არ მეკუთვნისო მითხრა ჩავეძიე რატო ქართულ ანბანს ქართულ დამწერლობას ილია ჭავჭავაძე დამწერლობასთან ილია ჭავჭავაძე არ არის მართალიო ვერ პატიობდა იმ 500-ოს ამოღებას ამბანიდან ამბანი დაამახინჯაო ამბობდა ამიტომ თქვა უარი ამ მიზეზის გამო ხომ უდიდეს პატივს ცემდა ილია ჭავჭავაძეს მის გვაწყს მაგრამ აი ამ 500-ოს გამო მე შემიძლია დავამატო ასეთი რამე კი ბატონო ილია ჭავჭავაძე შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს იდეის ფუძემდებელია და როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო, აი რაც ილია ჭავჭავაძემ დაწერა, ჩვენ იმას უნდა ვეყრდნობოდეთ, დღესაც აქტუალურია. დიდ პატივს სცემდა მას, რა თქმა უნდა, ამ საქმისთვის ბატონი რამაზ პატარიძე. მაგრამ ადამიანი წმინდანად შეირაცხა, მაგრამ მე შემიძლია ცი რაღაც თქვა, რომ მხოლოდ ერთეულებს და ალბათ შეიძლება ერთი ხელით საკმარისი იყოს, კონდეს უფლება, რომ უსაყვედუროს თუნდაც წმინდა ადამიანებს. წმინდანებს პირდაპირ აღიარებულებს. და ეს ერთ-ერთი ბატონი რამაზ პატარიძეა, იმდენად დიდია მისი ღვაწლი ქართული ანბანის მიმართ და ასომთავრულოს მიმართ, რომ მას უფლება აქვს, რომ დიდილიასაც კი ეს შენიშვნა გამოუხატოს. ასე რომ მართლა არ იყო საჭირო 19 საუკუნეში არავინ არ იცოდა რა იყო ასომთავრული. არავინ არ იცოდა რამაზე აღმოაჩინა. 19 საუკუნეში კი არა 1000 წლეულებია დაძინებული იყო ეს ყველაფერი, კაც. უცოდინრობით მოუვიდა. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა